ბატონო, თქვენგან დავიწყოთ, რა იწვევს პროტესტს თქვენში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პერმანენტულად გაიმართა ხოლმე თქვენი ორგანიზები, თქვენი ორგანიზაციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია, ფართომასშტაბიანი აქციები რუსთაველის გამზირზე, სადაც მთავარი მოთხოვნა იყო მწვანე პასპორტების გაუქმება, ხო? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ვაპროტესტებდით იძულებას, დისკრიმინაციას და ტერორს. ჩვენთვის მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, აცრილება და აუცილებლად, მწვანეება და არამწვანეება. ჩვენთვის მოლოდინის გადააჭარბა, ასე ვთქვათ, ჩვენ არ ველოდით, რომ ეს იქნებოდა საქართველოს შემოღებული. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ზუსტად ტოლსტოი, რაც ხდებოდა დაუშვათ წინა საუკუნეში, როცა შავკანიანების ჩაგვრა ხდებოდა და დევნა ხდებოდა. ასევე გერმანიაში ხდებოდა ებრაელების დევნა. ჩვენს აქციებზე დადიან აცრილებიც და აუცრელებიც, რომლებიც აპროტესტებენ აი ამ დისკრიმინაციას და აი ამ ტერორს, იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელია საზოგადოების არ შეშვება, სამსახურებიდან გამოშვება, ჩვენთვის მიუღებელია სტუდენტების არ შეშვება აუცილებლობის გამო, ჩვენთვის მიუღებელია რესტორანში არ შეშვება მწვანე პასპორტის გამო, ან ფიტნეს სპორტულ დარბაზში არ შეშვება. ამიტომ ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ამას ვემიჯნებით და ჩვენ აი ამას ვაპროტესტებთ. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ტელემედია არ აშუქებდა ჩვენს აქციებს, მე არ გულისხმობ ამ ეთერში მოსვლას და რამოდენიმე გამონაკლის, წამყვან მედიით არ ხდებოდა გაშუქება არ ჩვენი აქციების, ან თუ ხდებოდა ძალიან უარყოფით კონტექსტში და დამახინჯებულად ხდებოდა, ასევე არ ხდებოდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე მსოფლიოში აი ამ საპროტესტო ტალღის წარმოჩენა. მიუხედავად ამისა, მაინც აი შიშველი ხელებით მოხერხდა, იმდენად დიდი იყო ხალხში პროტესტი და მე კიდევ ერთხელ ვაზუსტებ და ვიმეორებ, რომ ჩვენთან დადიან აქციებზე აცრილებიც და აუცრელებიც, რომელთაც მიუღებელია დისკრიმინაცია და ტერორი. მოდით 4 განზომილებაში განვიხილოთ აი ეს მწვანე პასპორტების საკითხი. პირველი იყოს ეს სამართლებრივი კუთხე და სამართლებრივი კუთხით თუ იმჯელებთ, ეს არის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან მე-11 მუხტთან. ასევე წინააღმდეგობაში მოდის მე აქ მოტანილი მაქვს მასალები, მაგრამ დრო არ მოგცემს დეტალურად განვიხილოთ, ამიტომ ზერელეთ მოკლედ შევაფასოთ. ევროსაპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა 27 იანვარს, სადაც საუბარია, რომ არ შეიძლება ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. ასევე წინააღმდეგობაში მოდის დისკრიმინაციის შესახებ კანონთან. ხო, ეს სამართლებრივი კუთხე რო ავიღოთ. ასევე მოდი საზოგადოების კუთხითაც შევაფასოთ. საზოგადოებრივი კუთხით, ანუ საზოგადოების კუთხით საზოგადოებამ გამოაცხადა უნდობლობა, გამოუცხადა, ანუ პროცენტულად 70-ია თუ 65-ია, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტობრივად უმრავლესობამ თქვა, რომ დაუშვათ ის არ ენდობა, თუ რა მიზეზით არ ენდობა, ამაში მე არ შევვალ ახლა ამ სიღრმეებში და მიუხედავად იმისა, რომ ხდებოდა ადამიანების იძულება და ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული იქნა აცრილი იყო იმის გამო, რომ მას არ დაეკარგა სამსახური, იმის გამო, რომ ის შეეშვათ აუდიტორიებში სტუდენტებს, ხო, აი ეს მოხდა. იძულება განხორციელდა მათზე. ამიტომ საზოგადოების გარდა ამის აღსანიშნავია ბოლო, ასე ვთქვათ, შემოღებული ფაქტი, რომ 200 ლარი დაურიგდათ პენსიონერებს და ამის გამო იძულებული, როგორც ბატონი ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 100,000 პენსიონერი სწორედ ამიტომ დათანხმდა ვაქცინაციას. ეს წახალისების ფორმა იყო ასეთი, ხო? ასევე მოდით განვიხილოთ რელიგიური კუთხითაც, ხო? ანუ რელიგიური კუთხით წმინდა სინოდმა განჩინებაში თქვა, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობით. არ შეიძლება ადამიანის იძულება. იგივე მოგვიანებით განაცხადა საპატრიარქომაც. და კიდევ ერთი საკითხი, ეს არის სამედიცინო კუთხით, ანუ გაუმართლებელია იძულება, რადგან ვერ პასუხობს მთავარ ლეგიტიმურ მიზანს და რა არის ამ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზანი, ხო? ვერ ახდენს ვირუსის გავრცელების პრევენციას. და ეს კვლევები შეგვიძლია მოვიტანოთ მაგალითები. და აქაც შეგვიძლია ვაქცინაზე თუ ამ შემთხვევაში მწვანე პასპორტს ეხება ეს? მწვანე პასპორტს ეხება, ანუ ვაქცინაზეც, მაგრამ მწვანე პასპორტზე მაქვს მე აქცენტი გაკეთებული ამჯერად, ანუ აქაც შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ, რომელიც მიღებული 1997 წლის 4 აპრილს. და ბოლო მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ამაზე რეაგირებას, ეს არის ბიზნესი და ეს ბიზნესი არ არის მხოლოდ მატერიალური, ეს არის ადამიანები, რომლებიც იქ არიან დასაქმებული.
მიწვევანი. ეს არის მათი ოჯახები, რომლებიც აი დღე არ გავა რომ არ მომწერონ, რომ აი დავუშვათ ეს რესტორანი არის დახურვის საფრთხის წინაშე, რომ იქ დასაქმებული ადამიანები იძულებული არიან დროებით აიღონ, ასე ვთქვათ, ტაიმაუტი სამსახურში, იმიტომ რომ არ აქვს მას სამუშაო, იმიტომ რომ 10 ჯერ ნაკლები ადამიანი შედის და ეს ადამიანები რჩებიან ლუკმაპურის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ჩვენ არ ვიყავით მდიდარი სახელმწიფო და განებივრებული არ ვიყავით აი ამაში. გასაგები, მადლობა ბატონ ზვიად. თუ სახელმწიფოში არის ასეთი პრობლემა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე დგას საკითხი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ყველანაირი სამართლებრივი საკითხები გადადის უკანა პლანზე. ამაში ჩვენ ვთანხმდებით. ეხლა იმაზე საუბარ პელირება, რომ აი კანონის დაცვა არ ხდება, როდესაც ადამიანის სიცოცხლეა მეორე პინაზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უკან გადადის, მაგრამ მოდით ეხლა ჩვენ შევხედოთ ამ საკითხს სხვანაირად. არის თუ არა ასე და ის რეგულაციები, ის შეზღუდვები, ის პრევენციები ემსახურება თუ არა ლეგიტიმურ მიზანს. აი ეს დავაყენოთ. აი ამაში ჩავალთ. ეჭვიგეპარებათ. რა თქმა უნდა, მოდით მე ფაქტებით ვისაუბრებ. მე არ ვისაუბრებ ჩემი შეხედულებებით. დავიწყოთ ტესტირების საკითხით. ხო, ჩვენ რითი ვგებულობთ ამა თუ იმ პრობლემის არსს. ტესტირების, ინფიცირების მაჩვენებლით და სიკვდილიანობით. ეს ორი ფაქტორია, ხო? ყველაზე მთავარი. დავიწყოთ ტესტირების ფაქტორით. საქართველოში ტარდება დღეში საშუალოდ 50000 ტესტირება. იგივე ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში რო ავიღოთ, ეს მე ოფიციალური მონაცემები მაქვს ამოღებული, ტარდება დაახლოებით საშუალოდ 6000 ტესტირება, ყველაზე მეტი ტესტირება იყო 24 ოქტომბერს, როდესაც ჩატარდა 15600, ხოლო საქართველოში ჩატარდა 70000, ეს იყო 30 აგვისტო. და აზერბაიჯანი სამეზობლო განვიხილოთ. აზერბაიჯანში ჩატარდა საშუალოდ ტარდება 10000 ტესტირება და 24 აგვისტოს ჩატარდა ყველაზე მეტი 20000. ანუ როგორც ხედავთ, საქართველო არის ძალიან უსწრებს ამ ორ ქვეყნებს ამ ტესტირების მაჩვენებლით. ეხლა საითკენ მიმყავს საუბარი. საქმე იმაშია, რომ ეხლა ჩამოიწია დღიური მაჩვენებელი, თორემ მანამდე ტესტირების ზუსტად სადღაც 9-დან 10-მდე ყოველდღიურ მაჩვენებელში მერყეობდა ეს ტესტირება. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სწორედ აი ამ დიდი ტესტირებების ჩატარებებით, სავალდებულო ტესტირებებით სხვადასხვა სამსახურებში ხდებოდა ჩვენი მოსახლეობის ირიბი იძულება ვაქცინაციისკენ და ჩვენი მოსახლეობის დასტრესვა დაშინება. მოდით გითხავთ, თუ შეიძლება, ხო, ანუ ნახეთ თქვენ ახსენეთ გვერდზე ჩვენი მეზობლები, მაგრამ ტესტირების რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის დადებითობის მაჩვენებელი. იქაც ეგრე იყო, ანუ კარგად რო ახსნა, შეიძლება მაყურებელს ვერ გაიგო, აი გიჩვენ, აი მაგალითს გეუბნები. აი გეუბნები. მაშინ დიდი განსხვავება ამაში არ არის, ხო? უყურეთ რა ხდება. როდესაც სომხეთში ტარდებოდა 6000 ტესტირება, იქაც დღიური დადებითობის მაჩვენებელი იყო 10%. ანუ მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ 600 ადამიანი არის დაინფიცირებული და საქართველოში როცა ტარდებოდა 50000 ტესტირება, ეუბნებოდა, რომ აი 5000 ადამიანი არის დაინფიცირებული და სახების ხოკვა მიდიოდა, შავების ნაცრის დაყრა თავზე და მოსახლეობის დაშინება დასტრესვა. აი ამას გულისხმობ მე. ამიტომ ეხლა იმაში აღარ შევარდობ CDC-მ რა თქვა ამასთან დაკავშირებით, გერმანულმა მეცნიერებმა ესენის და მიუნსტერის კვლევები არ შევდივარ ამაში რა, იმიტომ რომ დრო არ გვეყოფა. ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, სიკვდილიანობის საკითხზე გადავიდეთ. ესე იგი საქართველოში ყოველწლიურად იღუპება დაახლოებით 50000 ადამიანი. ეს არის დღეში დაახლოებით 136 ადამიანის ლეტალობა. 150 საშუალოდ. 116 გამოდის დაახლოებით. ანუ აქაც მაქვს მე გონივრული ეჭვი, რომ ხდება სხვადასხვა დაავადებით გარდაცვალების ადამიანების მიწერა COVID გარდაცვალების. რა მიზნით? სწორედ ვაქცინაციის ახალისების მიზნით. აი ამ მიზნით ხდება და თუ ეს ერთი წუთი აი გეტყვით, თუ ეს ასე არ არის და ჩემი ეჭვები არის უსაფუძვლო, მაშინ ეპიდსიტუაციაზე მართველი ადამიანები, ეხლა ამიდან გამყოლელიძე იქნება პატაიმნაძე თუ აი ესენი, სწორედ ეს ადამიანები თუ მათ უნდა დაუკრან ტაში, როდესაც არის 0 სიკვდილიანობა და კარგი სიტუაცია, მაშინ იჩნდება კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი 80, 70, 60, 50 ადამიანის გარდაცვალებაზე? ვინ არის პასუხისმგებელი? გარდა ამის არის ძალიან ბევრი კითხვები, ხო? რატომ არ ქვეყნდება დაუშვათ გარდაცვლილთა სახელი და გვარები, ხო? მე აქ საუბარი არის გამართლება, რომ აი დაუშვათ არ უნდათ ჭირისუბრას, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ომში ვართ, აქ ომში თუ ვართ, მაშინ უნდა ქვეყნდებოდეს, რომ მეტი დამარჯერებლობა გქონდეს ადამიანებს, ხო? გარდა ამისა, რატომ არ ფიქსირდება COVID გარდაცვლილს შორის რამდენი იყო აცრილი? აი ესეც არ არის სტატისტიკური. ასევე ხდება ინფიცირების მაჩვენებლებიც. აი მაგალითად ბრიტანეთში, ისრაელში, სხვა ქვეყნებში არის გამიჯრა. ხობა არ გინახავთ მე შე გადახედვა დაავადებათა კონტროლის მე გეტყვით რომ რჩები მაგალითად. მეოთხე, მედია, ესე იგი, ყველაფერში მედიას შეაქეთ, ჩვენ თქვენ მედიას არ გულისხმობ. ზოგადად მედიას ყველაფერში, ხელისუფლების ქმედებებში, საითაც ბოსტონში მიხვდებით, ყველაფერში შეაქვს ეჭვი. ერთადერთი საკითხი, რომელშიც ეჭვი არ შეაქვს და ბრმად ენდობა, ეს არის COVID სტატისტიკის თემა.
და რატო ხდება ეს? ხო ისთვის კითხვები. როგორ მოხდა რომ მაგალითად ბელარუს ქვეყანას, რომელსაც არანაირი რეგულაცია არ მიუღია და სამჯერ მეტი არის მოსახლეობის თითქმის საქართველოზე, ორჯერ ნაკლები გარდაცვლილი ყავს და ინფიცირება ძალიან საგრძნობლად ნაკლები აქვს. ასევე როგორ ხდება რომ ჩვენ მეზობელ სომხეთში გარდაცვალება აქვს დაახლოებით 5ჯერ ნაკლები. და ეს ყველაფერი იმიტომ ხომ არ ხდება რომ ჩვენთან ხდება არასწორი მკურნალობა ჯანმოდან წამოსული პროტოკოლების და გაიდლაინების მეშვეობით და სწორედ კლინიკებში ხდება და იღუპებოდა კლინიკებში და საავადმყოფოებში ადამიანები არასწორი მკურნალობით. გავიგე. ამიტომ ტესტირების რაოდენობის გაზრდაში როგორც თქვენ ძალიან სწორად დააყენეთ საკითხი თუ აქ დადებითობის მაჩვენებელი თქვა ლოგიკურად თანხმედრაშია 600,000 უჯდება ჩვენ ქვეყანას გაღატებულ ქვეყანას ყოველ დღე $600,000 მესმის ამ შემთხვევაში სწორედ ეს ციფრი აქვს თავარი და გადამწყვეტი და არა რამდენი ტესტი ჩავატარეთ ჩვენ ამიტომ საქართველოში ჩატარებული ამ პერიოდში 800,000 ვაქცინირებული ადამიანიდან მიუხედავად იმისა, ორჯერ ვაქცინირებული იყვნენ ესენი, 55 ადამიანის სიკვდილი დადასტურდა. ამავე პერიოდში იგივე რაოდენობის 55 ბატონო ბიძინა, ბოდიში რომ გაწყვეტინეთ, ეგ ჩემი სტილი არ არის, უბრალოდ 55-ს, აი მე ახლა რომ ჩამოვწერო, მე ჩამოგითვლით 55-ს მე ვისაც ვიცნობ იმ ადამიანებში. გაცილებით მეტია. და ეს თელმა მოსახლეობამ იცის. ეს არის სიმართლე. მოდი, ჩვენ ახლა ამ პოლემიკაში ერთმანეთთან ვერ შევალთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვედოთ ოფიციალურ. თქვენ ახლა თუ სახელმწიფოს მიმართ გაქვთ უნდობლობა, ეს თქვენი სუბიექტური აზრია და გაქვთ თქვენ ამის უფლება. სახელმწიფო ეყრდნობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სხვადასხვა კლინიკების მონაცემებს. რა თქმა უნდა, მათ მე სრული უნდობლობა მაქვს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აკეთეს, საზოგადოებაში მათი ნდობა არის 0. 0-ია. შეიძლება მინუსებში იყოს. და მეორე მონაცემს ვიტყვი გიორგი. დობის საკითხს დაუბრუნდით. ეს არ არის მაღაზიები, ეს არ არის ბაზრობები, ეს არ არის თქვათ, რა ვიცი, ტრანსპორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? უბრალოდ იმ ტიპის ასე ვთქვათ. ეს ბატონებს უნდათ ეს სახელმწიფო არ გაიზიარა. იმ ტიპის ინსტიტუციებს ეხება, რომელიც უფრო სადღაც შეიძლება ითქვას, რომ ფუფუნების საგნები შეიზღუდა. ასე ვერ ვიტყვით ეგრე. რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, კინოთეატრები, თეატრები და ასე შემდეგ. რატომ ახლა მაგალითად აი მე მოგიყვანთ მაგალითს არის მოლში არის კვების ობიექტი და ადამიანი რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს ვერ შედის ელემენტარულად რომ იყიდოს ხაჭაპური. ანუ ეს ფუფუნების საგან ჩვენ ამას ვერ და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მაგ ადამიანს რომელსაც უნდა ვარჯიში ვერ მიდის სპორტულ დარბაზში. შეუძლია ვარჯიშოს ქუჩაში. არა, ქუჩაში როგორი ვარჯიშოს ახლა? უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება ვარჯიში ქუჩაში. არა, ფიტნეს კლუბში ვარჯიში და ქუჩაში ვარჯიში. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ არის აი ეს ასეთი ტიპის პრობლემა თქვენთვის? ანუ რატო დგას ამ შემთხვევაში, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატო დგება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები აი აქ არ უნდა იყოს შეზღუდული? თუ ეს იქნებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება, რა არის ლეგიტიმური მიზანი არის ვაქცინაციის დანიშნულება რა არის, რომ არ მოხდეს პრევენცია და გავრცელება, ხომ? ეს არის ვაქცინაციის სიკვდილობის შემცირება. სიკვდილობისაც, კი ბატონო, აი მაგაზე მოვიყვან მაგალითად. მაგალითად უბრალოდ ერთი სიტყვით მითხარ. კი ბატონო, ვერ ამცირებს. სიკვდილობას ვაქცინებს. ვერა, აი მოგიყვანთ მაგალითებს. ეს ჩემი მაგალითები არ არის და ამის დეტალური ყველა მე რა მაგალითაც მოვიყვან, შემიძლია ჩვენს დებატების ლინკით ჩავაგდო. ანუ მე არ მოვიყვანე ჩემს მსჯელობას და ვარაუდებ. არა, მე მართლა მაინტერესებს. კი ბატონო, აი მაგალითად აგერ მაქვს მოტანილი გერმანიაში ეს იყო 1 დეკემბრის მონაცემები Reuters უდევს წინა დებატებშიც წარმოვადგინეს მიღწებულება დაფიქსირდა 70% აცრილ გერმანიაში ყველაზე მაღალი გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ბოლო 9 თვის მანძილზე და ეს იყო 446 ადამიანი და ინფიცირების შემთხვევაც იყო 67186. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ასევე დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის რობერტ რედფილდის Fox News-თან ინტერვიუ, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ 6 კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაღუპულ ადამიანებს 40%-ზე მეტი იყო სრულად ვაქცინირებული, ხო? ანუ აი აქ ამაზეა საუბარი. გარდა კიდე რაზეა საუბარი? სიკვდილიანობის გარდაც ინფიცირებაზეც რო გავაკეთოთ, მთავარი აქცენტი, ხო, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ესეც არის. აი მაგალითად ეხლა ბოლო 2 დღის მასალები მაქვს ამოკრეფილი და მოტანილი. მე ვეცნობი პერიოდულად ამას. ისრაელი, ჰოლანდია, ისრაელი 73%-ით აცრილი და გამოვიდა ბენეტი პირდაპირ და განაცხადა, რომ მეხუთე ტალღას ელოდებიან და უნდა ჩაკეტონ. რამდენია სიკვდილობა? ის არის ბოლო ერთ კვირაში რამდენი ადამიანი გეტყვით ახლა ჰოლანდიის 73% როუტემ განაცხადა კაცრი ლოკდაუნი იქნებაო. კანადაში კვებეკი 82%-ით არის აცრილი და იკეტება ბარები, სპორტდარბაზები, სკოლები და აი ასევე ამ ომიკრონის გამო, ხო? ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა განაცხადა იგივე, პორტუგალია, დანია, ჩეხეთი, ავსტრია იგივე ხდება, ხომ? სამხრეთ კორეა 91%-ით აცრილია. ანუ ვერ პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს. ასევე ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ უამრავი მაგალითები, ნუ ახლა მე ესენის და იმის კლუბებს აღარ წარმოვადგენ, იმიტომ რომ თუ არ მეყოფა ელემენტარულად ამისი.
ანუ ჩვენი მთავარი ლეგიტიმური მიზანი ვერ პასუხობს ზოგადად მთავარ ამოცანას და ეს არის აქ მთავარი. გარდა მაგისა, კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა და მე პირველ ნაწილში არ შევაწყვეტინე უბრალოდ, მან თქვა რომ აუცილებელი მოსახლეობის 99% იყო გარდაცვლილი, ხო? ხო ისე ვზანეთ. მაშინ თუ ესეა და აცრელი და აუცილებელი მოსახლეობის თანაბრად ხდება დაახლოებით მეტნაკლებად ინფიცირება და გავრცელებაც და აქ პრობლემა არის სიკვდილიანობაში, მაშინ მისი გადასაწყვეტი იყოს, ანუ ჩემი გადასაწყვეტი იყოს აუცილებელი ადამიანის, ჩემი საკუთარი ჯანმრთელობის საკითხი. მით უმეტეს, როდესაც იაგო ფრანგიშვილი აი დავამსრულებ და კი ბატონო. იაგო ფრანგიშვილის Facebook სტატუსებით რო გავიხსენოთ, სხვადასხვა კლებებიც მონტანარჩენილია, მაგალითად რომ დამტკიცებული ამაზე აღარ მიდის მსჯელობა, რომ COVID გადატანილის იმუნიტეტი რამდენჯერმე სხვადასხვა წყაროებით სხვადასხვა ასახელებენ, ორჯერად აცრილზე მეტი დაცულობა აქვს ადამიანს, ხო? მე მაგალითად აი ორჯერად მაქვს გადატანილი კორონავირუსი და მე არ ვარ ანუ მე არ გამიღია ტესტი, მე არა ვარ იმ ბაზაში. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაქვს ძალიან მაღალი, აი ამ ჩემი გადატანილი კოვიდის გამო, მაღალი იმუნიტეტი. მე რატომ უნდა შევიზღუდო დაუშვათ იმ უფლებებში და რატომ უნდა ვიყო დისკრიმინებული. აი ეს კითხვა ძალიან ბევრი ადამიანს გაუჩნდება. რატო უვადო პასპორტი მოგცათ? კი ბატონო, როდესაც მე ვეწინააღმდეგები. მე უვადო არ მომცა, ის მიცა, თუმცა ესეც დისკრიმინაციაა, მაგრამ მე არ მომცა. ეს მიცა, იმიტომ რომ მე არა ვარ გაფორმებული. ანუ ტესტირება არის. ტესტირება არ ამას გაკეთებული, კი ბატონო, ეს არის და აი აქ ამაზეა საუბარი და ის სლოგანები, ის აი რო უჯერებდა დაუშვათ სახელმწიფო აი დავარქვათ ვირუსოლოგები, ხო, კრეფსიტი სახელი, მე ჩვენ გვახსოვს ხო განცხადებები დარჩის სახში, ჩვენ გვახსოვს წინ დაждდომა არ შეიძლებოდა, ჩვენ გვახსოვს კომენდანტის საათი, ჩვენ გვახსოვს ეკლესიაში წასვლა არ შეიძლებოდა, ჩვენ გვახსოვს კუბოებით დაშინება, ხო? და ამაზე არავინ არ გამოსულა, რომ ჩვენ შევცდით. ამან არ იმუშავა, ჩვენ შევცდით და რატო თვლით რომ არ იმუშავა? ნუ როგორ იმუშავა ახლა? ანუ თუ ცოდნის დაკლებობა იყო ხოლმე იმ დროს ხო ფაქტია, არაფერი არ ვიცოდი, შეველი ხელები. აქ უნდა გამოვიდეს ადამიანები და უნდა აღიარონ, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო არასწორი ქმედება და სხვა შემთხვევაში ნდობა არ იქნება. უკეთესად რომ გავიგოთ, რატო შეცდნენ, ანუ ნახეთ, თუ გავით პირველ ტალღას გავითვალისწინებ, ინფიცირების იმდენად დაბალი მაჩვენებელი გქონდა და იმდენად სექტემბრამდე იყო 1000 შემთხვევა სულ და იმდენად ცოტა ადამიანი იყო გარდაცვლილი, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვა, რომ სწორედ იმ ღონისძიებების შედეგი იყო ეს ყველაფერი, ხო? ანუ იმ და მაშინ კითხვა შემოგიბრუნდეთ, თუ მაშინ, როდესაც არაფერი ცნობილი არ იყო ვირუსის შესახებ და იყო 0 გარდაცვალება. ეხლა როდესაც გავიდა 2 წელზე მეტი და გაცილებით მეტია ცნობილი, როგორ ხდება ახსენით, როგორ ხდება მეტი გარდაცვალება. ამდენი იცით რომ თქვენ შეცდომის საკითხი რაღაცა მასთან ხო არ გვაქვს манипуляციასთან შეცდომის საკითხი რომ უკეთ გავიგოთ. ნახეთ, როცა იყო შეზღუდვები, ამ შეზღუდვების შედეგად არ ვიცი, შედეგად კი არა, მოდი ესე ვთქვა, ერთდროულად მოხდა ეს ყველაფერი, ხო? იყო შეზღუდვები და ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა და დაბალი ჰქონდა სიკვდილიანობა, ხო? და ცოდნასთან დაკავშირებით კი არ ვიცოდით ამ ვირუსთან, ამ ვირუსის სპეციფიკა, ბუნებრივია, არავინ არ იცოდა, მაგრამ ნუ შეიძლება ვინმე მიცოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცოდით, მაგრამ ზოგადად ვიცოდით ვირუსების ესე ჰაერწეთოვანი ვირუსების გადაცემის, თქვათ, სპეციფიკა, ანუ თვისება, როგორ გადაეცემა ეს ვირუსები და თუ გარკვეულ შეზღუდვებს, რომელსაც თვლით, რომ აი მაგალითად ადამიანებს თუ დაიცავენ დისტანციას, გაიკეთებენ პირობებს, რაღაც ასე შემდეგ, ხო? ამან შეიძლება ამ შემთხვევაში იმუშაოს. და თითქოს ამან გაამართლა სექტემბრამდე, ვიდრე არ გავიხსენით. ვიდრე არ გავხსენით ყველაფერი, ხო? მაშინ შეცდომა რაში მდგომარეობდა პირველი ეტაპის. საქმეც მაგაშია, რომ ანუ ის რომ კუბოებით დაშინება ხდებოდა, რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში, ხო გვახსოვს ეს პროცესი? იგი მახსოვს, მე რა მოხდა, რა შედეგი დადგა, ადამიანები წავიდნენ და არანაირი შედეგი არ დამდგარა, ხო? აქ ესე იგივე მოხდა სხვადასხვა. ეხლა ის რომ ადამიანები აღდგომას მე მახსოვს აღდგომას სიფრთხილეზე არ არის საუბარი, სიფრთხილეს დღესაც იცავენ ადამიანები და ძალიან მოწესრიგებულად არიან და ესწრებიან წირვალ ოცებს. აქ ამაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ისეთ არაგონივრულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებმაც არც იმუშავებდა და არანაირი კავშირში არ იყო ვირუსის გავრცელებასთან. აი ამაზე მაქვს აქ საუბარი და არ მომხდარა და ამიტომ საზოგადოებაში არის ნულოვანი ნდობა. მე მახსოვს, რომ მადლობებს უხდიდნენ ადამიანები. ხო, ხო, გვახსოვს, ტარს უკრავდნენ აიმერებიდან და დღეს რა ხდება? დღეს საზოგადოებაში ვერ გამოვლენ. ბატონი გამყრელიძე და ბატონი იმნაძე. იმიტომ რომ მათ დაიმსახურეს ნულოვანი ის აქვს, მინუსებში არიან. აი ამაზე აქვს საუბარი. მე მინდა რომ აქ რასაკვირველია იგივე ფედერალურ დონეზე ვერ მოახერხა ამერიკის სახელმწიფომ
იმიტომ რომ თქვათ იქ როგორც არის ხო მოსამართლემ ტეხასის მაგალითად შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ასე ვთქვათ, შტატების დონეზე ეხლა როგორ კარგია რესპუბლიკური შტატების რო ახსენეთ, იმიტომ რომ რეგულარულად ახსენეთ ტეხასის გარდა ფლორიდაც არის დესანტისმა პირდაპირ გააუქმა. კი ბატონო, კი ბატონო. კარგია რომ ეს ქვეყანა თოთაფტებით. ერთი წუთი. ადამიანის უფლებები დავიცვათ ბუნებრივია. იმაში რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ოპტიმალური გამოსავალი და ნაკრები დანაკარგებით გამოძვრეთ ზოგადად ბოროტებიდან, მაგრამ ის რომ მოსახლეობაზე იყოს ტერორი, მოსახლეობაზე იყოს დისკრიმინაცია, მოსახლეობაზე ჩატარდეს ექსპერიმენტები და მოსახლეობაზე ფაშისტური რაღაც ისინი გავიხსენოთ წინა საუკუნის მეთოდები, ამაზე ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით და მოდით ახლა მე უპასუხებ, მე მშვიდად გისმენდით, არ გაგაწყვეტინეთ. მოდით ახლა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც დაინტერესა ბატონ ბიზნესს. მე აქ მოტანილი და შემილია გადაცემის დასრულების შემდეგ მე აი ამ გადაცემის ლინკად ჩავაგდოთ ჩემი თითეული მოყვანილი არგუმენტი და ფრაზა, სადაც გაეცნობით. ესე იგი ეს არის ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეპორტი, სადაც აღნიშნულია, რომ დელტა ვირუსთან მიმართებაში ვაქცინაცია კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას ამცირებს მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ ინდივიდებში. აი ეს არის აქ ნათქვამი. გარდა ამისა, როდესაც აქ საუბარია, რომ ვაქცინაციამ შეამცირა ინფიცირება, მე მოვიყვანე მაგალითად, მაგრამ კიდე ერთხელ მოვიყვან, აქ არის ბუმულის არის და ესეც ჩამილია ჩაგიგდოთ გადაცემის შემდეგ. აქ პირდაპირ ჩამოთვლილია ქვეყნები: ბაჰრეინი, სეიშელი, სინგაპური, კორეა, ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ირლანდია, ნორვეგია, ისრაელი და სხვა ქვეყნები, სადაც აცრის მაჩვენებელი მერყეობდა 65%-დან და მერყეობს დღესაც 85%-მდე და სწორედ ამ მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ იწყებოდა ამ ქვეყნების არნახული ეპიდემიური პიკები და რომლებიც საგრძნობლად აღემატებოდნენ მანამდე არსებულ მაჩვენებებს აცრამდე. ანუ ამას გულისხმობ მე. შესაბამისად ეს არის ძალიან მყარი არგუმენტი, რაც შეეხება და რამდენი იყო თქვათ გაზრდილი შემთხვევების სტრუქტურაში ვაქცინირებული ადამიანების წილი. შემიძლია ჩავაგდო ეს და დეტალურად ანუ სხვა ქვეყანაში არა მე ვიცი ამის შესახებ და უბრალოდ განვმარტოთ საზოგადოებას. სხვადასხვანაირად არის. გარდა ამისა, ასევე დადასტურებულია, რომ არ იცავს, ანუ არ პასუხობს ამაზე ერთხელ უკვე გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ არ პასუხობს მის ლეგიტიმურ მიზანს და აი მაგალითად ისრაელის მთავრობის მონაცემის მიხედვით, ზაფხულში მიმდინარე ეპიდემიური პიკის დროს ვაქცინის დელტა შტამისგან, ინფექციისგან პრევენციის ეფექტურობა იყო მხოლოდ 39%. ეს ისრაელის მთავრობის მონაცემებია. ბუსტერული დოზით რამდენზე გაიზარდა? ხოლო ვაქცინაციის 6 თვის შემდეგ მხოლოდ იყო 16%. გასაგებია, მაგრამ უყურეთ რა შეასახმება აქ უკვე საქმე შეერთება ომიკრონი. სადაც ომიკრონი პირდაპირ ამავე წყაროებიდან, იგივე ისრაელის, იგივე დანიაში, მაგალითად 83% აქ საუბარი არის, რომ სწორედ ორჯერად აცილებს ემართებათ ეს ომიკრონის ინფიცირება. შტამი, კი ბატონო. გარდა ამისა, მე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მე მინდა მაყურებელმა იცოდეს, ეს იყო არასწორი და ეს იყო პირდაპირ ტყუილი, გზავნილი მოსახლეობისადმი, რომ აიცერი და დაიცავი, ესე იგი, სხვისი სიცოცხლე, ну, თუ გავიხსენებ ზოგადად მე ძალიან ჩავიხედე ამ ბოიტანა ამ ბედის უკუღმართობამ თუ რაც გინდა დავარქვათ ამ მედიცინაში და ძალიან ბევრ მასალას გავეცანი და ეს ჭუტყვავილა იქნებოდა თუ ტეტანუსი თუ სხვადასხვა ვაქცინაციის დროს ყოველთვის ხდებოდა პირადი ინდივიდის დაცვა და მხოლოდ პირველად გაჟღერდა ამ ვაქცინაციის პერიოდში რომ შენ აიცერი და დაიცავი სხვისი სიცოცხლე. აი მაგალითად მე ამას არ ვეთანხმები და ეს ტეტანუსი არ არის რესპირაციული ინფექცია. კი ბატონო, ამაში მე ვერ შეგამატებ. კი ბატონო, კი და მე ერთი წლის წინ ზუსტად მე არა ვარ ანტივაქსერი, მაგიდაც ჩანს რომ მე ზუსტად ერთი წლის წინ გავიკეთე, როდესაც ჭრილობა მქონდა თავზე ტეტანუსი და არანაირი პრობლემა არ მქონდა და ჩემ შვილსაც როდესაც კატამ გაკაცრა, ასწორედ ახლახანს გავუკეთე ცოფის ვაქცინა. ანუ ჩვენ არა ვართ ანტივაქსერები, ჩვენ ვაპროტესტებთ იძულებათ და ჩვენ არ ვენდობით აი ამ ექსპერიმენტულ ვაქცინებს. ეს ერთი საკითხი. კიდე ხო რა გამაწყვეტინეთ და ეს თქმა მინდოდა. 14 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელებში დაიდო სტატუსი, სადაც ხაზგასმით ნათქვამია, რომ აიცერი საკუთარი თავის დაავადების სერიოზული გართულებისგან და სიკვდილისგან დასაცავად. შესაბამისად, ის გზავნილები, რომელიც წლების მანძილზე ისმოდა, ერთი წლის მანძილზე თუნდაც ისმოდა, რომ აიცერი და დაიცავი სხვისი სიცოცხლე, ეს იყო ტყუილი. და ეს არის ტყუილი. ეხლა რაც შეეხება კი ბატონო. მოდი ერთი კითხვას დაგისვამთ და მე ბატონ ბიძინასაც მინდა კითხო ეს საკითხი. ზადვარ უპასუხო ნების. ნახეთ მე ვიცი თქვენი ესე ვთქვათ საქმიანობა და რაღაც ვიცი რომ მაგალითად ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ემხრობით მაგალითად მე ცოტა სადაო საკითხია მე ვამბობდი
ნარკოპოლიტიკის განკვაცრებას მე ვიყავი პლანის კულტივაციის წინააღმდეგი. მაგრამ მე ასევე იმასაც ვამბობდი, რომ მე არ მიმაჩნდა სწორად ადამიანების ციხეში ჩაჯდომა იმის გამო, რომ პლანს ეწეოდნენ. მაგას არ ვამბობ, მაგრამ ანუ ცოტა ჩაშლა ჭირდება და კი ბატონო, რაღაცა ამ ადამიანებს ხო რაღაც შეზღუდვა უნდა დაუწესოთ, ხო? ეს ხო არის. და ამასთან ერთად მაგალითად აზარტული თამაშების რეგულაციის მომხრეც იყავით და აკრძალვის არა, შეზღუდვის. შეზღუდვის ხო ამ შემთხვევაში აქ ძალოზე ხო ლაპარაკობთ, შეზღუდვაზე ლაპარაკობთ გარკვეული თავისუფლების, ხო? აი სწორედ ეს საკითხი მინდა გკითხოთ, რომ რატო არის მაგალითად რაღაცა საკითხები ადამიანის თავისუფლების რაღაც საკითხებში ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის დაშვებული, შეზღუდვა დაშვებული და რაღაცა აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დაშვებული. და რატო ვამბობ ამას? იცით, იმიტომ რომ ჩვენ იქ, როდესაც ვლაპარაკობთ ნარკომანიაზე ან აზარტულ თამაშებზე, სწორედ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ადამიანები არ ფლობენ საბოლოო ინფორმაციას, სრულ ინფორმაციას იმ შესახებ თუ რა ვნება შეიძლება მოუტანოს ამა თუ იმ მაგალითად ლუდომანიამ ან ნარკომანიამ და ასე შემდეგ და ამიტომ მათ რაღაცეები უნდა შეუზღუდოთ და რაღაცა წელს უნდა დავეხმაროთ, რომ უშველონ საკუთარ თავს, ხო? ანუ ხშირ შემთხვევაში იქაც იმ შემთხვევაშიც მაგალითად ოპონენტების რეგულაციების ოპონენტების არგუმენტი არის, რომ ის თავისუფალია, ის ადამიანი, რასაც უნდა იმას იზავს. ის მისი ორგანიზმია და ის მისი ცხოვრება. არა, მაგას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ეს ასე არ არის. მე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ უკანა პლანზე გადადის ყველანაირი სამართლებრივი საკითხები, როდესაც საქმე ეხება, იმიტომ არ გადადის, რომ მე მთელი გადაცემა იმას მოვანდომე, რომ არ მჯერა იმის, რასაც მესმის ტელეეთერებიდან და არ მჯერა იმ სტატისტიკის შემა გონივრული ეჭვის ძალიან ბევრ საკითხში, ხო? ამიტომ ამბობ, თორემ ახლა ყვავილი რო იყოს, შავი ყვავილი და მართლა ისე რო იყოს, რასაც დაუშვათ ერთი წელია ტელევიზიებიდან გვეუნებიან და ამაში არა მარტო საქართველოში აქვს, ეცვი 100,000-ობით მანიფესტაციები ტარდება და სერიოზული პირდაპირ ომია გაჩაღებული ევროპის ქალაქებში, ხო? აი ამაშია აქ საქმე, თორე ახლა იქ თუ საუბარია მართლა სიცოცხლის გადარჩენაზე და ეს უწამლებს ამას ჩვენ რა საქართველოს 70%, რომელიც აცრიალ სულელები ხო არა ვართ კაცო, კურნებას გვთავაზობენ და უარს ვამბობთ ამ კურნებაზე. მე მაგალითად ძალიან დიდ პატივს ვცემ მედიცინას. როგორც კი რამე წამომტკივდება, მაშინვე ექიმს ვაკითხავ, მაშინვე ვიღებ მის დანიშნულ მედიკამენტებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს, ბატონო გიორგი. მიხვდით რას ვამბობ? ანუ ჩვენ ეჭვი შეგვაქვს, რომ ეს არის თუ არა ეს ასე და ეს უპასუხებს თუ არა ლეგიტიმური საშუალება არის თუ არა მიზნის მისაღწევად. ცოტა დავაროდოთ იმ ჩვენი გლობალური ურთიერთობების და გათვალისწინებით. ბატონო გიორგი, ჩვენ არ ვართ უკვდავები და ჩვენ ვართ სიკვდილის შვილები ყველა და ჯობია. კი ბატონო, მე გამოსავლად სანამ ვიტყვი, მე გამოვიყენებ ჩემს ძვირფას დროს რამოდენიმე მიმართვა მინდა საქართველოს მოსახლეობას უთხრა, როდესაც COVID გადატანილის იმუნიტეტი გაცილებით მრავალჯერ ძლიერია და მაინც გეუნებიან რომ შენ მაინც მიუხედავად ამისა შენ COVID გადატანების გუნდს უნდა აიცრა, ну აქ ფაქტია რომ უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. თქვენ ხო მეცნიერებას ენდობით. უბრალოდ ერთი რეპლიკა მინდა წამით რომ გავაკეთო აქ ამ საკითხს. კი ბატონო, შეგიძლიათ გა. დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრმა მე გამოგიგზავნით ამ მონაცემს აუცილებლად. COVID გადატანილ ადამიანებში, აქცინირებულ ადამიანებთან შედარებით, მართალია მეტია ინფიცირების რისკები, ანუ გარღვეული ინფექციები, ვიდრე გადატანილებში, მაგრამ თუ გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანს შეხვდა რეინფიცირება და სამჯერ იზრდება ამის რისკი ომიკრონთან შემთხვევაში, 5.4-ჯერ მეტია, რომ ისინი ჰოსპიტალში მოხვდნენ, ანუ მძიმე დაავადება მაგაზე შემიძლია გიპასუხოს. მძიმე დაავადებები რეინფიცირების შემთხვევაში გადატანილებში უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანებში. მე ხო გისმენთ, კი ბატონო, გასაგებია. კი ბატონო, ეგ ვიცი, მაგრამ მაგაზე პასუხი მაქვს, მაგრამ მე ძირფას დროს სხვა რამეს მოვახმარ, როდესაც გეუნებიან რომ ორი ჩხვლეტით პანდემია დასრულდება და ეს პანდემია არც ორი ჩხვლეტით და არც 4-ით არ სრულდება, უნდა მიხვდე რომ გატყუები. როდესაც ვირუსოლოგები, მედიკოსების მიერ ვრცელდება არაერთი ურთიერთგამორიცხავი განცხადება ამ 2 წლის მანძილზე, ეს იყნება რომ პირბადეზე, ვირუსზე, ტალღებზე, შეზღუდვებზე, წინასწარ დაანონსებულ, მოკლედ უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. როდესაც მათ მიერ ხდება მოსახლეობის დაშინება, დასტრესვა და მუდამ, ესე იგი პესიმისტური სახით საუბარი ავადმყოფობაზე, სიკვდილიანობაზე უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. როდესაც ტელემედია არ უთმობს, ამ ტელეეთერს არ გულისხმობ, განსხვავებულ ასეთებს წამყვანი ტელემედია, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. როდესაც არ უჩვენებენ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. როდესაც სოციალურ ქსელში წესდება გარკვეული შეზღუდვები განსხვავებულ აზრზე, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. როდესაც იდევნება განსხვავებული აზრი, უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყეს მათ, ვისაც ამდენი წლის მანძილზე არ აინტერესებდათ, წლები არ აინტერესებდათ, არც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული,
არც გემოდიფიცირებული საკვებით გამოწვეული, არც მედიკამენტების, გაძვირებული მედიკამენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მრავალი სხვა უბედურებებით ხომ, ადამიანების არც დაავადება და არც გარდაცვალება უნდა მიხვდე რომ გატყუებენ. საქართველოში აი მთელი მსოფლიო რომ აი ამ ბოროტებას ეზიაროს, რაც არის დისკრიმინაცია და ფაშიზმი. საქართველოში ბოროტება ტახტს ვერ დაიდგავს. ეს არის 2x2 4. საქართველოში ჩვენ ამას დავასრულებთ და ყველას ვინც გვისმენთ, გეტყვით. ვინც ამას გამოსავალი ძალიან მარტივია. შეწყდეს ტერორი, შეწყდეს დისკრიმინაცია და უმკურნალოდ როგორც აქამდე მრავალ დაავადებას კურნალობდნენ საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ყველგან მთელ მსოფლიოში. არ აქვს ამას მნიშვნელობა, შეწყდეს ტერორი, შეწყდეს იძულება, ეს არის გამოსავალი და მე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოუწოდებ უკვე მე-12 აქცია იმართება ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ყველა მინდა მადლობა უთხრა იმ ხალხს, რომ არა ის ხალხი გამოსული სიცივეში ეს ეთერი არ შედგებოდა და ასევე უთხრა იმ ადამიანებს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ და ვეპატიჟები ყველას კვირას ტრადიციულად რესპუბლიკის მოედანზე 3 საათზე 26 დეკემბერს ჩვენ ვიბრძოლოთ და ერთად გავიმარჯვოთ, ერთად გავაუქმებინოთ მწვანე პასპორტები, ერთად ვებრძოლოთ ტერორისტს, ერთად ვებრძოლოთ ფაშისტს, ერთად ვებრძოლოთ დისკრიმინაციას. კი ბატონო, მადლობა ბატონ ზვიად.